დილა მშვიდობისა. ბიბლიოგრაფიული ცნობები და გამომცემლის წყაროს სტატია ხელმისაწვდომია აღწერილობაში, ვიდეოს მიხედვით. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ სამეცნიერო ცოდნის გავრცელებას, მე გეპატიჟებით ამ YouTube არხის გამოწერას. უფასოა. ასევე გთხოვთ, შეგიძლიათ დააჭიროთ თითს, რომელიც მიუთითებს ზემოთ. Most objects of this newly founded section of occupational medicine are hostily to provide a means, not readily accorded elsewhere, whereby physicians and surgeons with a special knowledge of relationship between sickness and injury and conditions of work may discuss the problems. Not მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ სხვა სფეროებში კოლეგებთან ერთად, საზოგადოების სხვა მონაკვეთებთან ერთობლივი შეხვედრების ჩადარებით. მეორეც, ხელმისაწვდომი ინფორმაციის მისაღებად ოკუპაციის ფიზიკური, ქიმიური და ფსიქოლოგიური საფრთხეების შესახებ და, განსაკუთრებით, იშვიათად ან ადვილად აღიარებული მონაკვეთის ამ პირველ შეხვედრაზე და მანამდე. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილი განზრახვებით, ჩვენ ვაპირებთ ჩვენს კოლეგებს სხვა სფეროებში მითითებების მითითებას, მიზანშეწონილი იქნება განვიხილოთ პრობლემა საკუთარი თავის ფუნდამენტური. პირველ რიგში როგორ ხვდებით ამ ურთიერთობებს ავადმყოფობას, დრამასა და სამუშაოს პირობებს შორის. როგორ განსაზღვროთ რა არის ფიზიკური, ქიმიური და ფსიქოლოგიური საფრთხეები და განსაკუთრებით ის, ვინც იშვიათია და არც ადვილად აღიარებული რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, რომლებშიც ჩვენ შეგვიძლია გონივრულად ვუპასუხოთ ამ კითხვებს სამედიცინო ცოდნის ზოგადი ორგანოსგან. განსაკუთრებული და, ალბათ, ექსტრემალური, ფიზიკური გარემო ვერ ხერხდება საზიანო. კონკრეტული ქიმიკატები ცნობილია, რომ ტოქსიკურია ადამიანისთვის და, შესაბამისად, ეჭვმიტანილია ქარხნის იადაკზე. ზოგჯერ, ალტერნატიულად, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, თუ რა შეიძლება გააკეთოს პარალელურ გარემოს ადამიანს და შემდეგ ვნახოთ, ნამდვილად უნდა მოიძებნოს ასეთი შედეგები. მაგრამ უფრო ხშირად, ვიდრე არ გვაქვს ასეთი მითითებები, არ არსებობს საქმის წარმოების ასეთი საშუალება, უფრო ხშირად, ვიდრე არა, ჩვენ ვართ დამოკიდებული განსაზღვრული მოვლენების დაკვირვებასა და დათვლაზე, რისთვისაც შემდეგ ვეძებთ ანტიგვარებს. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენა ასოცირდება გარემოსდაცვით იმახასიათებლით, რომ კონკრეტული მაგალითის მისაღებად რესპირატორული დაავადების გარკვეული ფორმა უკავშირდება გარემოში მტვერს. რა გარემოებებში შეგვიძლია გადავიდეთ ამ დაფიქსირებული ასოციაციიდან გამომწვევ განაჩენზე? რა საფუძველზე უნდა გავაგრძელოთ ამის გაკეთება მე არ მაქვს სურვილი და არც უნარი. დავიწყებ ფილოსოფიური განხილვა მიზეზების მნიშვნელობის შესახებ. ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს უშუალო და პირდაპირი. ის შეიძლება იყოს დისტანციური და არაპირდაპირი ასოციაციის საფუძველს. მაგრამ პროფესიული და ალნოსის სინონიმურად პრევენციული მიზნების გათვალისწინებით, მედიცინაში გადამწყვეტი კითხვაა, გავლენას მოახდენს თუ არა არასასურველი მოვლენის სიხშირების გარემოსდაცვითი მახასიათებლის ცვლილებებზე როგორ ახდენს ამგვარი ცვლილების გავლენას, რაც შეიძლება გავლენა იქონიოს გავლენამ დიდი კვლევა. ამასთან, სანამ არ გამოვიყენებთ მიზეზს და ზომების მიღებას, ჩვენ არ მოგვიწევს თავი უნდა დავჯდეთ ამ კვლევის შედეგების მოლოდინში. შეიძლება მთელი ჯაჭვი უნდა იყოს ამოღებული, ან რამდენიმე ბმული შეიძლება საკმარისი იყოს. ეს დამოკიდებული იქნება გარემოებებზე. მაშინ სემანტიკაში რაიმე ასეთი პრობლემის უგულებელყოფა გვაქვს ეს სიტუაცია. ჩვენი დაკვირვებები ცხადყოფს ასოციაციას ორ ცვლად შორის, სრულყოფილად მკაფიო და მის მიღმა რაც ჩვენ ვიზრუნებთ, რომ მივმართოთ შანსის თამაშს. ამ ასოციაციის რა ასპექტები უნდა გავითვალისწინოთ, სანამ გადავწყვიტეთ, რომ მისი სავარაუდო ინტერპრეტაცია არის მიზეზი? ერთი ძალა. პირველ რიგში ჩემს ჩამონათვალში ასოციაციის ძალას დავდებ. ძალიან ძველი მაგალითის მისაღებად, სკოტალური კიბოს მქონე პაციენტთა პროფესიების შედარების გზით, სხვა დაავადებებთან დაკავშირებული პაციენტების ოკუპაციასთან, ერთსივალ პოტს შეუძლია მიაღწიოს სწორ დასკვნამდე, რადგან მასში სკოტულ კიბოს უზარმაზარი ზრდის გამო. მე-20 საუკუნის მეორე ათწლეულის ბოლოსაც, წერს რიჩარდ თოჯინ. მე-18 საუკუნის შედარებით განსხვავება, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იყო. უფრო თანამედროვე და ზოგადი მაგალითის მისაღებად, რომელზედაც ახლა უკვე 15 წლის განმავლობაში აისახება, მოწევის შესახებ პერსპექტიულმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ სიგარეტის მწეველებში ფილტვის კიბოსგან სიკვდილის მაჩვენებელი 9-ჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში და არამწეველებში.
მძიმე სიგარეტის მწებელებში განაკვეთი 30 ჯერ უფრო დიდია. მეორეს მხრივ, მწებელებში კორონარული თრომბოზისგან გარდაცვალების მაჩვენებელი არაუმეტეს. ორჯერ შესაძლოა ნაკლებია სიკვდილის მაჩვენებელი არა მწებელებში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კარგი მტკიცებულება, რომ ხელი შეუწყოს მიზეს მნიშვნელოვანი წვლილი, იქნება ეს ვარჯიშის ნაკლებობა, დიეტის ხასიათი თუ სხვა ფაქტორები. მაგრამ ფილტვების კიბოზე გამოხატული ჭარბი ახსნა ნებისმიერი სხვა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მოითხოვს ცხოვრების გარკვეულ მახასიათებლებს. ასე რომ მჭიდრო კავშირშია სიგარეტის მოწავასთან და მოწევის ოდენობასთან, რაც მახასიათებელს მარტივად უნდა გამოვლინდეს. თუ ჩვენ ვერ გამოვავლენთ მას ან გონივრულად დავასკვნათ კონკრეტული, მაშინ ასეთ გარემოებებში ვფიქრობ, რომ გონივრულად გვაქვს უფლება. უარი თქვენ სავარძლის კრიტიკოსის ბუნდოვანი დაპირისპირებაზე თქვენ ამას ვერ დაამტკიცებთ, შეიძლება ასეთი თვისება იყოს. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში მე უარყოფ ამ არგუმენტს, რომ ის, რაც მნიშვნელოვანია, არის აბსოლუტური განსხვავება ჩვენი სხვადასხვა ჯგუფების სიკვდილის მაჩვენებლებს შორის და არა ერთი თანაფარდობა მეორესთან. ეს დამოკიდებულია იმაზე, რისი ცოდნაც გვინდა. თუ გვინდა ვიცოდეთ, რამდენი დამატებითი სიკვდილიანობა ფილტვების კიბოსგან მოხდება მოწევის გზითე. ვარაუდობს მიზეს. მაშინ ცხადია, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტური განსხვავებები სიკვდილის მაჩვენებლებს შორის 0.07 წელიწადში 1000 წელიწადში არასასურველი ექიმების მიმართ, 0.47 ყოველდღიურად 1.14 სიგარეტის მოწევაში, 1.39 ყოველდღიურად 15-24 სიგარეტისთვის და 2.27 დღეში 25 ან მეტი ყოველდღიურად. მაგრამ აქ არ მოხვება ან უფრო კონკრეტულად პროფესიულ პრობლემებს, რომ ეს საუკეთესო ზომით მოქმედებს სიკვდილიანობის ატიოლოგიაზე. ეს ასევე პატივს ცემს 8 ზომების კოეფიციენტებს 8, ურთიერთობის 20 და 32-დან 1-მდე. რა თქმა უნდა, არ გამომდინარეობს, რომ კოეფიციენტებით გამოვლენილ განსხვავებებს რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. იქნებ ისინი არ არიან, მაგრამ ეს კიდევ ერთი წერტილია. შეიძლება გავიხსენოთ ჯონ სნოუს კლასიკური ანალიზი 1854 წლის ქოლერის ეპიდემიის გახსნის კვირების შესახებ, თოვლი 1855. სიკვდილის მაჩვენებელი, რომელიც მან ჩაწერა მომხმარებლებში, რომელიც მიეწოდებოდა საუხვოკ-ისა და ვოქსჰოლ-ის უხეშად დაბინძურებულ წყალს, სიმართლე იყო საკმაოდ დაბალი 71 გარდაცვალება თითოეულ 10,000 სახლში. რაც აშკარად გამოირჩევა არის ის ფაქტი, რომ მცირე მაჩვენებელი 14 ჯერ მეტია, ვიდრე 5 სიკვდილის მაჩვენებელი 10,000 სახლზე, რომელიც მოწოდებულია კომპანიის მეტოქე ლამბეტის კანალიზაციით. ამრიგად, აქცენტს ვაკეთებთ ასოციაციის სიძლიერეზე, მიუხედავად ამისა, უნდა გადავხედოთ მონეტის საპირისპიროდ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მზად მიზეშედეგობრივი ჰიპოთეზის გასათავისუფლებლად მხოლოდ იმ მოტივით, რომ დაფიქსირებული ასოციაცია უმნიშვნელოა. მედიცინაში ბევრი შემთხვევაა, როდესაც ეს სიმართლეა. მენინგოკოკის შედარებით მცირე პირები, რომლებიც დაავადებულნი არიან მენინგოკოკური მენინგიტისგან. შედარებით ცოტა ადამიანი, რომლებიც პროფესიულად ექვემდებარებიან ვირთხის შარდის კონტრაქტს ვეილის დაავადებას. 2 თანმიმდევრულობა, შემდეგ ჩემს ჩამონათვალში, რომლებიც სპეციალურად განიხილება. მე დავაყენებ დაფიქსირებული ასოციაციის თანმიმდევრულობას. ეს არაერთხელ დაფიქსირდა სხვადასხვა პირების მიერ, სხვადასხვა ადგილებში, გარემოებებში და დროშია მოთხოვნას შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს იმ იშვიათი საფრთხეებისთვის, რომლებიც გამოირჩევა გამყოფილების მითითების პირობებში. ინდუსტრიაში მუშაობის მრავალი საგანგაშო გონებით დღეს შეიძლება მრავალი გარემოსდაცვითი ასოციაცია დააგდეს. ზოგი მათგანი სტატისტიკური მნიშვნელობის ჩვეულებრივ ტესტებზე, როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შანსი იქნება. მიუხედავად ამისა, არის თუ არა შანსი განმარტება, ან გამოვლენილია თუ არა ნამდვილი საფრთხე. შეიძლება ზოგჯერ პასუხი გაცეს მხოლოდ გარემოებების გამეორებას და დაკვირვებებს. ჩემს უფრო ზოგად მაგალითზე დაბრუნებისას, შეერთებული შტატების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ქირურგიის გენერალურმა მრჩეველმა კომიტეტმა დაადგინა ფილტვების კიბოსთან მოწევის ასოციაცია 29 რეტროსპექტივაში და 7 პერსპექტიულ გამოკითხვაში აშს ჯანმრთელობის, განათლებისა და კეთილდღეობის დეპარტამენტი 1964. გაკვეთილი აქ არის, რომ ფართოდ იგივე პასუხი მიღწეულია საკმაოდ მრავალფეროვან სიტუაციებში და ტექნიკაში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეგვიძლია გამართლებულად დავასკვნათ, რომ ასოციაცია არ არის განპირობებული გარკვეული მუდმივი შეცდომით ან შეცდომით, რაც ყველა გამოძიებას ახდენს. ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ ამისგან ჩვენს მცველზე. მაგალითად, მაგალითი, რომელსაც ხელი 1958 მიეცა. პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოში მიიღეს პეპტიური წყლულისთვის ოპერაციისთვის, ეჭქვეშ აყენებენ ბოლოდროინდელი საშინაო შეშფოთების ან კრიზისების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე დაავადება. როგორც კონტროლი, მარტივი თიაქარისთვის ოპერაციისთვის მიღებული პაციენტები ანალოგიურად არიან გამოყვანილი. მაგრამ, როგორც ხედი მიუთითებს, ორი ჯგუფი შეიძლება არ იყოს პარიმტივიში. თუ გასულ კვირას თქვენი მეუღლე გაიქცე, მაგრამ თიაქარი შეიძლება გირჩევნიათ სახლში დარჩეთ გარკვეული დროით ღონისძიება გლოვობთან აღინიშნოთ. ზუსტი გამეორების რაოდენობა არ ამოიღებს ან აუცილებლად გამოავლენს ამ შეცდომას. ამრიგად, ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად პარადოქსული პოზიცია, რომ განსხვავებული გამოძიების სხვადასხვა შედეგები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩატარდეს ორიგინალური მტკიცებულებების უარყოფის მიზნით. მიუხედავად ამისა, იგივე შედეგები ზუსტად იგივე ფორმით გამოძიებისგან შეუძლებელია მნიშვნელოვნად გააძლიეროს ორიგინალური მტკიცებულებები. მე თვითონ დავამატებდი წონას, მსგავსი შედეგების მიღწევისას, საკმაოდ განსხვავებული გზით, მაგ პერსპექტიულად და რეტროსპექტულად. კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ მონეტის საპირისპიროდ, იქნება შემთხვევები, როდესაც განმეორება არ არის ანშეუძლებელი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დააყოვნოთ დასკვნები. სამხრეთ უელსის ნიკელის გადამამუშავებელთა გამოცდილება შესანიშნავი მაგალითია. მე ციტირებს ალფრედ უოტსონის მემორიალური ლექციიდან, რომელიც 1962 წელს მივეცია აქტუართა ინსტიტუტს, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა, მუშები და პენსიონერები, დაახლოებით 1000 შეადგენდა. 1929-1938 წლებში 10 წლის განმავლობაში, მათგან 16 გარდაიცვალა ფილტვების კიბოსგან, მათგან 11 გარდაიცვალა ცხვირის სინუსების სიმსივნით. იმ პერიოდში ინგლისისა და უელსის კონკრეტული სიკვდილის მაჩვენებლები შეიძლება მოსალოდნელი იყო ფილტვების კიბოსგან ერთი სიკვდილის მოსალოდნელი 16 და ცხვირის კიბოსგან სიკვდილის წილის შედარება 11. ყველა სხვა სხეულებრივ საიტზე კიბო გამოჩნდა გარდაცვალების მოწმობაზე 11 ჯერ და ამას მოსალოდნელი იქნებოდა 10-11 ჯერ. სიკვდილიანობის ყველა სხვა მიზეზიდან 67 ადამიანი დაიღუპა და 10 წლის განმავლობაში 72 წლის განმავლობაში მოსალოდნელი იქნებოდა სიკვდილის ეროვნული მაჩვენებელი. და ბოლოს, მოსახლეობის დაყოფა რისკთან დაკავშირებით, მათ სამუშაოებთან დაკავშირებით, აჩვენა, რომ ფილტვისა და ცხვირის კიბოს ჭარბი რაოდენობა მთლიანად დაეცა ქიმიურ პროცესებში დასაქმებულ მუშაკებზე. ახლახან ჩემმა კოლეგამ, დოქტორ რიჩარდ თოჯმა, ეს ამბავი კიდევ უფრო მოუტანა ეტაპზე. 1948 წლიდან 1956 წლამდე 9 წლის განმავლობაში, მან აღმოაჩინა, რომ ფილტვების კიბოსგან დაიღუპა 13 გარდაცვალება და ცხვირის კიბო. მან შეაფასა მოსალოდნელი რიცხვები, რომლებიც მოსალოდნელია ნორმალურობის ნორმალურ განაკვეთებში, შესაბამისად 10 და 0,1. 1923 წელს, სპეციალური საშიშროების აღიარებამდე დიდი ხნით ადრე, მოხდა ქარხნის გარკვეული ცვლილებები. ცხვირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ნებისმიერ მამაკაცში, ვინც პირველად შედიოდა ნამუშევრებში იმ წლის შემდეგ და ამ მამაკაცებში ფილტვების კიბო ზედმეტი არ ყოფილა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორივე საიტზე ჭარბი თვისება ცალსახად თვისებაა მამაკაცებში, რომლებიც ქარხნის ქარხანაში შევიდნენ, უხეშად, ამ საუკუნის პირველი 23 წლის განმავლობაში. ამ ნეოპლაზმების მიზეზობრივი აგენტი არ გამოვლენილა. ბოლო დრომდე არც ერთ ცხოველურ ექსპერიმენტებს არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ან რაიმე მხარდაჭერა ამ მთლიანად სტატისტიკურ მტკიცებულებებზე. მაინტერესებს, რომელიმე ჩვენგანი დააყოვნებს თუ არა მას მძიმე ინდუსტრიული საფრთხის მტკიცებულებად. ხირია 1962. ჩემს დღევანდელ დისკუსიასთან დაკავშირებით, მე არ ვიცი პარალელური გამოძიება. ჩვენ ან რა თქმა უნდა გქონდა, რომ ჩვენი გონება უნიკალური მოვლენის შესახებ და ამაში სირთულე არ არის. სამი სპეციფიკა, ერთი მიზეზი, რომ ვთქვათ, ზედმეტია ასოციაციის სპეციფიკა, მესამე მახასიათებელი, რომელიც უცვლელად უნდა განვიხილოთ. თუ, როგორც აქ, ასოციაცია შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტულ მუშაკებთან და კონკრეტულ საიტებზე და დაავადების ტიპებთან და არ არსებობს კავშირი სამუშაოსა და გვდება სხვა რეჟიმებს შორის,
მაშინ აშკარად ეს არის ძლიერი არგუმენტი მიზეზების სასარგებლოდ. ამასთან, ჩვენ არ უნდა აღვნიშნოთ მახასიათებლის მნიშვნელობა. ჩემს ახლანდელ მაგალითშიც კი არსებობს მიზეზი და ეფექტური ურთიერთობა კიბოს ორ სხვადასხვა ადგილთან ფილტვთან და ცხვირთან. რძე როგორც ინფექციის გადამზიდავი და ამ თვალსაზრისით დაავადების მიზეზ შეუძლია წარმოქმნას ისეთი განსხვავებული გალაქტიკა, როგორიცაა ალისფერი ცხელება, დიფტერია, ტუბერკულოზი, უნაყოფო ცხელება, ყელის ტკივილი, დიზენტერია და ტიფური ცხელება. ძირითადი ფაქტორების აღმოჩენამდე დაავადების ბაქტერიული წარმოშობა ზიანი იქნებოდა გაკეთებული ძალიან მტკიცე და ეიძულებდა სპეციფიკის საჭიროებას, როგორც აუცილებელ მახასიათებელს რძის გასამართლებამდე. თანამედროვე დროში მოხვედრა ფილტვების მოწევისა და კიბოს პერსპექტიული გამოკვლევების სხვა სიტყვების ინაიტისასთხო დიდლ და ჰელი შედეგები 1964 არაჩვენებს ამას. მაგრამ აქ ნამდვილად უნდა დაბრუნდეს ჩემს პირველ მახასიათებელს, ასოციაციის სიძლიერეს. თუ სიკვდილის სხვა მიზეზები იზრდება მწველებში 10, 20 ან თუნდაც 50%, ხოლო ფილტვის კიბო იზრდება 900-1000%, ჩვენ გვაქვს სპეციფიკა ასოციაციის მასშტაბებში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადებებს შეიძლება ერთზე მეტი მიზეზი ჰქონდეთ. ყოველთვის შესაძლებელი გახდა სკოტ-მის კიბოს შეძენა, არ მოხდეს ბუხის გარეშე, ან ლანკაშირში მულეპინინგში გადასვლის გარეშე. ერთ-ერთი ურთიერთობები ხშირია. მე ნამდვილად მჯერა, რომ multi-causation ზოგადად უფრო სავარაუდოა, ვიდრე ცალკეული მიზეზი. თუმცა, შესაძლოა, თუ ჩვენ ვიცოდეთ ყველა პასუხი, შეიძლება დაუბრუნდეთ ერთ ფაქტორს. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ არსებობს სპეციფიკა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები უყოყმანოთ, თუ ეს აშკარა არ არის, ამრიგად, ჩვენ არ ვართ აუცილებელი, რომ ღობეზე უშეცდომოდ იჯდეს. 4 დროებითი, ჩემი მეოთხე მახასიათებელია ასოციაციის დროებითი ურთიერთობა რომელია კალათა და რომელიც ცხენი. ეს არის საკითხი, რომელიც შეიძლება განსაკუთრებით აქტუალური იყოს ნელი განვითარების დაავადებებთან. იწვევს კონკრეტულ დიეტას დაავადებას, ან დაავადების ადრეულ ეტაპზე იწვევს სამთავისებურ დიეტურ ჩვევებს. ხელს უწყობს თუ არა კონკრეტული საოკუპაციო ან პროფესიული გარემო ტუბერკულოზის ბაცილუსის მიერ ინფექციას, ან არის თუ არა ის ქალები და მამაკაცები, რომლებიც ამგვარი სამუშაოს არჩევენ, უფრო მეტად ეძლევათ ტუბერკულოზის ხელშეკრულებას, რაც არ უნდა იყოს გარემო ან მართლაც, მათ უკვე აქვთ კონტრაქტი. ეს დროებითი პრობლემა შეიძლება ხშირად არ წარმოიშვას, მაგრამ ამის გახსენება ნამდვილად უნდა იყოს, განსაკუთრებით ინდუსტრიაში მუშაობის შერჩევითი ფაქტორებით. 5 ბიოლოგიური გრადიენტი. მეხუთე, თუ ასოციაცია არის ის, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს ბიოლოგიური გრადიენტი, ან დოზა რეაგირების მრუდი, მაშინ ყველაზე ფრთხილად უნდა მოვიძიოთ ასეთი მტკიცებულებები. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ფილტვების კიბოსგან სიკვდილის მაჩვენებელი ხაზოვანი იზრდება, ყოველდღიურად შებოლილი სიგარეტის რაოდენობით, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ უფრო მარტივ მტკიცებულებას, რომ სიგარეტის მწეველებს უფრო მეტი სიკვდილიანობა აქვთ, ვიდრე არამწეველები. ეს შედარება დასუსტებული იქნებოდა, თუმცა არ არის აუცილებელი განადგურებული, თუ ეს დამოკიდებულია, ვთქვათ, სუბუქი მწეველების სიკვდილის უფრო მძიმე მაჩვენებელი და უფრო დაბალი მწეველების დაბალი მაჩვენებელი. ამის შემდეგ ჩვენ უნდა განვიხილოთ ბევრად უფრო რთული ურთიერთობა, რომ დავაკმაყოფილოთ მიზეშედეგობრივი ჰიპოთეზა. მკაფიო დოზა რეაგირების მრუდი აღიარებს მარტივ განმარტებას და აშკარად აყენებს საქმეს უფრო ნათელ შუქზე. იგივე ითვალისწინებს ინდუსტრიაში მტვრის სავარაუდო საფრთხეს. რაც უფრო მტვრიან გარემოს, მით უფრო დიდია დაავადების შემთხვევა, რომლის ნახვასაც ველოდებით. ხშირად სირთულეა გარემოს დამაკმაყოფილებელი რაოდენობრივი ზომების უზრუნველყოფა, რაც საშუალებას მოგცემს შეისწავლონ ეს დოზა რეაგირება. მაგრამ ჩვენ მუდმივად უნდა ვეძიოთ იგი. 6 მიზეშეწონილობა სასარგებლო იქნება, თუ მიზეზი, რომელსაც ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ბიოლოგიურად დასაბუთებულია. მაგრამ ეს არის მახასიათებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვერ მოვითხოვთ, რა არის ბიოლოგიურად დასაბუთებული, დამოკიდებულია დღის ბიოლოგიურ ცოდნაზე. კიდევ ერთხელ ციტირება ჩემი ალფრედ უწონის მემორიალური ლექციიდან გორა 1962 იყო. ბიოლოგიური ცოდნა არ უნდა დაეხმაროს ან უარყოთ პოტის დაკვირვებას მე-18 საუკუნეში სიმსივნის ჭარბი ჭურჭელში. ეს იყო ბიოლოგიური ცოდნის ნაკლებობა მე-19
რამაც გამოიწვია პრიზების ესეისტის დაწერა სტატისტიკის ღირებულებისა და უაზროდ რომ დავასკვნათ, რომ სხვა აბსურდულ ასოციაციებს შორის, რომ ეს შეიძლება არ იყოს უფრო სასაცილო იმ უცხო ადამიანისთვის, ვინც ღამით გაიარა. ემიგრანტული გემის ხელმძღვანელობა ტიფუსის დასახადად, რომელიც მან იქ კონტრაქტით დაასახელა, იმ ვერმინს, რომელთანაც შეიძლება ავადმყოფთა სხეულები დაინფიცირდეს. და ახლო დროში მოხვედრა, მე-20 საუკუნეში არ არსებობდა ბიოლოგიური ცოდნა, რომ მხარი დაუჭირა რუბელას წინააღმდეგ მტკიცებულებებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ასოციაცია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, შეიძლება იყოს ერთი ახალი მეცნიერება ან მედიცინა და არ უნდა გავათავისუფლოთ იგი ძალიან მსუბუქად, როგორც ძალიან უცნაური. როგორც შერლოკ ჰოლმსმა დოქტორ უოტსონს ურჩია, როდესაც თქვენ აღმოფხვრიათ შეუძლებელი, რაც არ უნდა დარჩეს, თუმცა შეუძლებელი, უნდა იყოს ჭეშმარიტება. შვიდი თანმიმდევრულობა. მეორეს მხრივ, ჩვენი მონაცემების მიზეზან-ეფექტური ინტერპრეტაცია სერიოზულად არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დაავადების ბუნებრივი ისტორიისა და ბიოლოგიის ზოგადად ცნობილ ფაქტებს საკონსულტაციო კომიტეტის გამოხატვას გენერალ ქირურგად თანხვედრა. ამრიგად, ფილტვის კიბოს განხილვისას კომიტეტი აღმოაჩენს თავის ასოცირებას სიგარეტის მოწევისთან, თანმიმდევრული დროებით ზრდასთან, რომელიც მოხდა ბოლო თაობის 2 წლში და სიკვდილიანობის სქესობრივი განსხვავებით თვისებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფესიულ პრობლემებში. ფილტვის კიბოს სიკვდილიანობის ცნობილი ურბანული მარცხნივ დახრილი ხაზის სოფლის თანაფარდობა არ გამოირჩევა თანმიმდევრულობისგან და არც ფილტვამდე ეფექტის შეზღუდვა. პირადად მე მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ ხელს უწყობს ჰისტოპათოლოგიური მტკიცებულებების თანმიმდევრულობას მწეველთა ბრონქული ეპითელიუმისგან და სიგარეტის კვამლისგან იზოლაცია ფაქტორების კანცეროგენული ლაბორატორიული ცხოველების სკანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ლაბორატორიულმა მტკიცებულებებმა შეიძლება უზომოდ გააძლიეროს ჰიპოთეზა და მართლაც შეიძლება დაადგინოს ფაქტობრივი გამომწვევი აგენტი. ამგვარი მტკიცებულებების არარსებობამ ვერ მოახერხა ადამიანში ეპიდემიოლოგიური დაკვირვებების გაუქმება. დარიშხანმა უდავოდ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცში კანის კიბო, მაგრამ ვერასოდეს შეუძლებელი გახდა ასეთი ეფექტის დემონსტრირება სხვა ცხოველებზე. ფართო სფეროში ჯონ სნოუს ეპიდემიოლოგიური დაკვირვებები ქოლერის გადმოცემაზე, ბროდ ქუჩის ტუმბოს წყალში, თითქმის დავის მიღმა იქნებოდა, თუ რობერტ კოჩი მაშინ იქნებოდა, რომ იზოლირებულიყო ვიბრიო ბავშვის ნაპებიდან, თავად კარგად და ჯენტლმენიდან დელიკატურ ჯანმრთელობაში ბრაიტონისგან. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ კოჩის ნამუშევარი უნდა ელოდებოდეს კიდევ 30 წლის განმავლობაში, ნამდვილად არ ასუსტებდა ეპიდემიოლოგიურ შემთხვევას, თუმცა ეს უფრო გაუადვილებდა დღის კრიტიკის საწინააღმდეგო დამკვიდრებას როგორც სამართლიანი, ისე უსამართლო. 8 ექსპერიმენტი, ზოგჯერ შესაძლებელია ექსპერიმენტული, ან ნახევრად ექსპერიმენტული მტკიცებულებების მიმართვა. მაგალითად, დაფიქსირებული ასოციაციის გამო ხდება გარკვეული პროფილაქტიკური მოქმედება. ეს ფაქტობრივად ხელს უშლის. სემინარზე მტვერი მცირდება, შეიცვალა საპოხი ზეთები, პირები წყვეტენ სიგარეტის მოწევას. დაზარალებულია ასოცირებული მოვლენების სიხშირე, აქ შეიძლება გამოვლინდეს მიზეზობრივი ჰიპოთეზის ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა. ცარა ანალოგია, ზოგიერთ ვითარებაში სამართლიანი იქნებოდა ანალოგიის განსჯა. ჩვენს წინაშე თალიდომიდისა და რუბელას მოქმედებით, ჩვენ მზად ვიქნებოდით ორსულობის დროს სხვა წამლის ან სხვა ვირუსული დაავადების მსგავსი მტკიცებულებების მისაღებად. შემდეგ აქ მოცემულია 9 განსხვავებული თვალსაზრისი, რომელთაგან უნდა ვისწავლოთ ასოციაცია, სანამ არ ვიტირებთ მიზეზს. რაც მე არ მჯერა და ეს შემოთავაზებულია არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მტკიცებულებების მძიმე და სწრაფი წესები, რომლებიც უნდა დაიცვან, სანამ არ მივიღებთ მიზეზს. ჩემი 9 თვალსაზრისით არც ერთს ვერ მოუტანს უდავო მტკიცებულებები გამომწვევი ეფექტის ჰიპოთეზის ან მის წინააღმდეგ და არც ერთი არ შეიძლება საჭირო გახდეს, როგორც სინუსური კვა არა. რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, უფრო დიდი ან ნაკლები სიძლიერით, დაგვეხმარება, რომ ფუნდამენტურ კითხვაზე ჩვენი აზრი შევქმნათ არის თუ არა ჩვენს წინაშე ფაქტების სიმრავლის სახსნის სხვა გზა, არის თუ ვიდრე მიზეზი და ეფექტი მნიშვნელობის ტესტები. მნიშვნელობის ოფიციალურ ტესტებს არ შეუძლიათ პასუხის გაცემა ამ კითხვებზე. ამგვარი ტესტები შეიძლება და უნდა შეგვახსენოს ის ეფექტები, რაც შანსის თამაშს შეუძლია შექმნას და ისინი ამ ეფექტების სავარაუდო სიდიდით მოგმართავენ.
ამის მიღმა ისინი არაფერს უწყობენ ხელს ჰიპოთეზის მტკიცებულებას. თითქმის 40 წლის წინ, სამედიცინო კვლევითი საბჭოს სამრეწველო ჯანმრთელობის კვლევის საბჭოსთვის, რომელიც მე გავაკეთე სამედიცინო კვლევითი საბჭოს სამედიცინო ჯანმრთელობის კვლევის საბჭოს შორის, რომელიც ეხებოდა მუშებს ლანკაშირის ბამბის ნაპირების ქარხნებში 1930. კითხვა, რომელზეც მე უნდა ვუპასუხო ამ დროის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ჩანაწერების გამოყენებით, ეს იყო: გააკეთეთ მუშები, რომლებიც მუშაკთა წისქვილზე კარადებში არიან, რომლებიც მიდრეკილნი არიან მანქანები, რომლებიც ნედლი ბამბას ასუფთავებენ, აქვთ ავადმყოფობის გამოცდილება რაიმე გზა განსხვავდება იმავე ქარხნების სხვა ოპერატორებისგან, რომლებიც შედარებით გამოუცხადებენ მტვერსა და ბოჭკოს, რომელიც კარდარის თვისებები იყო. პასუხი იყო არაკვალიფიციური დიახ. 30 წლამდე ასაკიდან 60 წლამდე კარდარის მუშაკებმა სამჯერ მეტი განიცადეს ავადმყოფობის რესპირატორული მიზეზების გამო, ხოლო არა სამთავრობო რესპირატორული მიზეზებით. მათი გამოცდილება არ განსხვავდებოდა სხვა მუშებისგან. ეს გამოხატული განსხვავება რესპირატორულ მიზეზებთან ერთად გამომდინარეობდა არა ავადმყოფობის არანორმალურად ხანგრძლივი პერიოდისგან, არამედ განმეორებით არარსებობისგან, კარადების მუშაკთა მუშაობისგან. ეს ყველაფერი სამართლიანად გადავიდა დავიწყებული ნივთების სიმძიმეს. დღეს რა მაინტერესებს ეს, ჩემი შედეგები ჩამოყალიბდა ქალთა და მამაკაცებისთვის ცალკე და 36 მაგიდაზე ნახევარი ათეული ასაკობრივი ჯგუფისთვის. ასე რომ, უამრავი თანხა იყო. ვერ ვხვდები, რომ სადმე ვფიქრობდი, რომ აუცილებელია მნიშვნელობის ტესტის გამოყენება. მტკიცებულებები იმდენად მკაფიო იყო, ჯგუფებს შორის განსხვავებები ძირითადად იმდენად დიდი იყო, კონტრასტი რესპირატორულ და არაპრესირებად მიზეზებს შორის, იმდენად სპეციფიკური, რომ ვერცერთ ოფიციალურ ტესტებს ნამდვილად არ შეეძლება არგუმენტის რაიმე მნიშვნელობა. რატომ უნდა გამოიყენოთ ისინი დღეს ვფიქრობდით ან ვიმოქმედებთ, მე უფრო ეჭვი მეპარება. ორ მსოფლიო ომს შორის იყო ძლიერი შემთხვევა, რომ კლინიკასა და სხვა სამეცნიერო მუშაკებს ხაზს უსვამენ, რომ არ გაითვალისწინოთ შანსის პიესის შედეგები მათ მონაცემებზე. შესაძლოა, ძალიან ხშირად ზოგადობა იმყარებოდნენ ორ მამაკაცს და ლაბორატორიულ ძაღლს, ხოლო არჩევანის მკურნალობა გამოწვეული იყო პაციენტთა ორ საწოლს შორის განსხვავებისაგან და შესაძლოა ადვილად არ ჰქონდეს ნამდვილი მნიშვნელობა. ამრიგად, ეს იყო სასარგებლო მაკორექტირებელი სტატისტიკოსების სტრესისთვის და მნიშვნელობის აუცილებლობის სწავლება. ხოლო დასკვნის მიღებამდე სიფრთხილით მორეკიდოთ სახელმძღვანელოს, სანამ კონკრეტულად მიეღო ზოგადი. მაინტერესებს თუ არა გულსაკიდი ძალიან შორს, არა მხოლოდ ყურადღებით მოსწავლეებთან, არამედ თავად სტატისტიკოსებთანაც კი. სტანდარტული შეცდომების გარეშე დასკვნების გამოტოვება ნამდვილად შეიძლება იყოს ისეთივე სისულელე. საბედნიეროდ, მე მჯერა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ წავედით, რამდენადაც ჩვენი მეგობრებია შში, სადაც მე მითხეს, ჟურნალების ზოგიერთი რედაქტორი დააბრუნებს სტატიას, რადგან მნიშვნელობის ტესტები აიქნა გამოყენებული. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი სიტუაციები, რომლებშიც ისინი სრულიად ზედმეტია, რადგან განსხვავება აშკარაა, რადგან ეს უნიშნელოა, ან იმის გამო, რომ ეს ოფიციალურად მნიშვნელოვანი იქნება თუ არა, ის ძალიან მცირეა რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობისთვის. რაც ყველაზე უარესია ტიცხილის ბრჭყვიალა ყურადღებას ამახვილებს ტვირთის არასაკმარისობიდან. მხოლოდ მეათედი და უცნობი მეათედი, ქარხნის პერსონალის მოხალისე, გარკვეული პროცედურისთვის ან ინტერვიუსთვის, პაციენტების 20%, რომლებიც კონკრეტულად მკურნალობენ, ხედველობაში იკარგებიან, შემთხვევით შედგენილი ნიმუშის 30% არასოდეს დაუკავშირებულა. ნიმუში შეიძლება მართლაც წააგავდეს იმ კაცს, რომელიც სვიფტის თანახმად, გონება ჰქონდა, რომ გაეყიდა სახლი და ჯიბეში აგურის ნაჭერი ჩაატარა, რაც მან აჩვენა, როგორც მყიდველების წახალისების ნიმუში. წერალი, რედაქტორი და მკითხველი უნებლიეთ. ჯადოსნური ფორმულები არსებობს. რა თქმა უნდა, მე გაზვიადებ. ძალიან ხშირად მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ კარგავთ დროს, ჩვენ ვხვდებით ჩრდილს და კარგავთ ნივთიერებას, ჩვენ ვასუფთავებთ მონაცემების ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს და მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის. ცეცხლის მსგავსად, ჩი კვადრატული ტესტი შესანიშნავი მსახური და ცუდი ოსტატია. მოქმედების საქმე. და ბოლოს, ასოციაციიდან გამომწვევამდე გადასვლისას მე მჯერა, რომ რეალურ ცხოვრებაში უნდა განვიხილოთ, თუ რა მიედინება ამ გადაწყვეტილებისგან. სამეცნიერო საფუძვლებზე ასეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ.
ხრიცებულებები არსებობს, რომ განსაჯონ მისი დამსახურება და განაჩენი ამ გაგებით უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი იმისგან, რაც მასზეა დამოკიდებული ან ვინ არის ამის გამო. მაგრამ სხვა და უფრო პრაქტიკული გაგებით შეიძლება ნამდვილად ვიკითხოთ, რა არის ჩართული ჩვენს გადაწყვეტილებაში. პროფესიულ მედიცინაში ჩვენი ობიექტი ჩვეულებრივ მოქმედებს. თუ ეს იქნება ოპერატიული მიზეზი და ეს იყოს მავნე მოქმედება, მაშინ ჩვენ გსურს ჩარევა, რომ გააუქმოს ან შეამციროს სიკვდილი ან დაავადება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შესამჩნევი ამბიცია, ეს თითქმის გარდაუვალია, მიგვიყვანს დიფერენციალური სტანდარტების დანერგვაში, სანამ მსჯავრდებულს. ამრიგად, შედარებით უმნიშვნელო მტკიცებულებებზე, ჩვენ შეიძლება გადავწყვიტოთ შეზღუდოთ წამლის გამოყენება ორსულ ქალებში ადრეული დედობის ავადმყოფობისთვის. თუ ჩვენ არასწორად ვიქნებით ასოციაციიდან გამომწვევი მიზეზების გამოკლებით, დიდი ზიანი არ მიყენებს. კარგი ქალბატონი და ფარმაცევტული ინდუსტრია უდავოდ გადარჩება. სამართლიან მტკიცებულებებზე შეიძლება ვიმოქმედოთ იმასთან დაკავშირებით, რაც, როგორც ჩანს, პროფესიული საშიშროებაა, მაგ ჩვენ შეიძლება გადავცვალოთ ალბათ კანცეროგენური ზეთიდან არასამთავრობო კარცინოგენური ზეთის შეზღუდულ გარემოში და ზედმეტი უსამართლობის გარეშე, თუ ჩვენ არასწორია. მაგრამ ჩვენ უნდა დაგვჭირდეს ძალიან ძლიერი მტკიცებულება, სანამ ხალხს დავწვით, რომ მათ სახლებში საწვავი დაწვეს, რომ მათ არ მოსწონთ ან შეწყვიტონ მოწევა და ჭამაცხიმები და შაქარი, რაც მათ მოსწონთ. ამასთან, ძალიან ძლიერი მტკიცებულებების თხოვნისას, მე ვიმეორებდი, რომ ეს არ ნიშნავს ყველა კრიტიკოსთან ერთად ყველად ის გადაკვეთას, სანამ ჩვენ ვიმოქმედებთ. ყველა სამეცნიერო შრომა არასრულია იქნება ეს დაკვირვებული თუ ექსპერიმენტული. ყველა სამეცნიერო შრომა შეიძლება დაარღვიოს ან შეცვალოს ცოდნის მიღწევა. ეს არ მოგცემს თავისუფლებას, რომ ვუგულებელყოთ ის ცოდნა, რომელიც უკვე გვაქვს, ან გადადება, რომ იგი მოცემულია დროში. ვინ იცის? კითხა რობერტ ბრაუნინგს, მაგრამ სამყარო შეიძლება დასრულდეს ამაღამ. მართალია, მაგრამ არსებულ მტკიცებულებებზე უმეტესი ჩვენგანი მზად არის მეორე დღეს 8:30-ზე გადასასვლელად.